სანამ A პუნქტი და B პუნქტში მოვედი, ტაქსის მძღოლმა ნერვები დამაგლიჯა. არ ჯერა ამერიკის, არ ჯერა მეგობარი აქტის და მიაჩნია, რომ ბიძინა არის ღმერთი მამა მარჩენალი. აი, რა დღეში ჩაგვაგდო ამ ყლე ოპოზიცია. არადა ეს ტიპი ფაქტიურად ჩემი ასაკის იყო, კი ვებრულად გამოიყურებოდა ჩემი ასაკი რო უთხრეს უგაგიჟდა. ანუ ერთი თაობა ვარ. რუსეთის მომრევი ჯერ ქვეყანა არ დაბადებულა კაცი, რაღაც ძველი აზრები 21 საუკუნეში რო კაცი ესე იაზრუნებს რა და ასე აზრუნებს საქართველოს მოსახლეობის 90% და რა გავაკეთო? რა გავაკეთო? აი აღარ ვიცი. ერთ მომეცი გაძლება. კაი, ფამილარული იყო ჯანდაბას. მეუბნები ოპოზიცია გაყიდული. შენ რატო არ გიყიდა ბიძინა? მე ვთქარ მე არ ვიყიდებ. კაი, ეხლა რა როგორ არ იყიდები? დიდ მაყუძე ვინ არ იყიდება? აი ეს მენტალიტეტი ღუპავს საქართველოს. და ოპოზიციას იმიტომ ვაგინებ, რომ იცინებ თავისი გაუკეთა და ჩაუტარა და დედა უტირა. ბიძინა ამერიკას რა ანახა, იცი? აი ნახე? არა უნდა ჩენი მეგობარი აქტი, არაფერი არ უნდათ. აი ესე მიჭირავს ხელში ყველა. მე დამელაპარაკე ეუბნება ბიძინა ამერიკას. არ მინდოდა დღეს ამ თემებზე ლაპარაკი, მაგრამ რომ მოეწყო რა კაცმა ამშალა. კაი, წავედი, პაკა. არა, 100% მოგზავნილი იყო ის კაცი რა. всё, აღარ დავდებს თორებს ლაივ რეჟიმში, რომ არ იცოდნენ სად ვარ და მე ტაქსის მძღოლები არ გამომიგზავნონ. არა, 100% მოგზავნილი იყო, იმიტომ რომ ეგრევე მოვიდა ერთ წუთში, იქვე იყო, მაგის მეც რას აკეთეს სპეცსამსახურები, ქართული, მეტი რა იციან ამათ. ეგრევე დამწყო პოლიტიკაზე ლაპარაკი. მეკითხებით, ჩემს თორებს უყურებ არა, აბონცეციაში უყურებ არა. მე აგინა რა პრეტენზია გაქვს ბიძინასთან რაღაცა. მეგობარ აქტზე დამიწყო. მეგობარი აქტზე ხო უდიდესი შეტევა მენდის და ახები არ მოგვაჭამოს. ახები არ მოაჭამონ მეგობარ აქტზე. დაში